დილამშვიდობის სრულიად საქართველოს. დილამშვიდობის ეკლესიის სიწმინდეები, დამწერლობა, ხორბალი და ვაზის ჯიშები ეს მხოლოდ დასაწყისი ამ ჩამონათვალის, რომლითაც ქართველებმა მსოფლიოს წინაშე შეგვიძლია ვიამაყოთ. ჩვენი ღირსებანი ამ ახალი გამოცემის სტიმულად პატრიარქის გადაგება იქცა საგამომცემლო სახმა MPG კი მეცნიერების შეკრიბა და პირველი ტომი საპრეზენტაციოდ უკვე ზად არის. რა ღირსებებზე მოგვიყვებიან შემდეგ ტომებში და რას მოიცავს სერიის პირველი ნაწილი? ამას გავიგებთ ჩვენი სტუმრებისგან. წარმოგიდგენთ საგამომცემლო სახლ MPG-ის ხელმძღვანელს ბატონ პაატა ხუნაშვილს და გამოცემის მთავარ რედაქტორს ბატონ დავით რობაქიძეს. მოგესალმებით, დილამშვიდობის და მადლობა მობრძანებისთვის. აი სწორედ ის წიგნია, რომელზეც მთელი გადაცემის განმავლობაში მოგითხრობდით, რომლის პრეზენტაციაც დღეს არის პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში დაგეგმილი. მე მინდა რომ ამოვიკითხო თქვენის ნებართვით ის წყარები, რომელიც რეალურად გახდა სტიმული აი ამ გამოცემის დაბეჭდის. ეს არის ნაწყვეტი პატრიარქის 2010 წლის 3 იანვრის ქადაგებიდან. ყოველმა ქართველმა ადამიანმა უნდა იცოდეს რა გაგვაჩნია ჩვენ. მე ვფიქრობ, რომ უნდა დაიწეროს სოლიდური წიგნი, სადაც მიიღებენ მონაწილეობას მეცნიერთა აკადემია, უნივერსიტეტი, ჩვენი მეცნიერები და კონკრეტულად ქართველმა ხალხმა და მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი არა მარტო სტრატეგიული თვალსაზრისით, არამედ უპირველეს ყოვლისა სულიერი და ეროვნული და მატერიალური ფასეულობებით. ეს გახლდათ ნაწყვეტი პატრიარქის ქადაგებიდან და პირდაპირ კითხვით გადმოვალ. აი ამ ქადაგების შემდეგ როგორ დაიწყო მუშაობა? კონკრეტულად ვინ შეკრიბეთ იმისათვის, რომ ეს სიტყვები და მოწოდება მხოლოდ სიტყვებად არ დარჩენილიყო, ბატონ პაატა? ესე იგი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, პატრიარქის ქადაგებამ, ასე ვთქვათ, მთები შეგვასხა ყველა გამომცემელს ალბათ და ჩვენც, რომ ესე დაგვეწყო ამ თემებზე მუშაობა. პირველ რიგში ბატონ დათოსთან ერთად შევიმუშავეთ კონცეფცია წიგნის და შემდეგ დაიწყო ძალიან რუტინული შრომა, ავტორების მოძიება და რაც ყველაზე მთავარია, სამეცნიერო პოპულარულ ენაზე დაწერა, რომ ეს არ ყოფილიყო მხოლოდ დარგის სპეციალისტებისთვის. და ეს ყოფილიყო ყველასათვის, სამაგიდო. ყველასათვის აბსოლუტურად. ძალიან გვერდში დაგვიდგნენ სასულიერო აკადემია, აგრარული უნივერსიტეტი, მეცნიერებათა აკადემია, შევკარით ავტორთა ჯგუფი. ბატონ დათო ჩაუდგა სათავეში და დავდეთ ეს პირველი ტომი. ბატონ დათო, უშუალოდ გადავიდეთ შიგთავსზე ამ წიგნის და შინაარსზე. ძალიან რთული ალბათ განსაკუთრებით ქართველისთვის ჩაატიოს ერთ წიგნში ის ღირსებები, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და რითიც ვიამაყებთ. თუმცა მაინც რითი არის გამორჩეული პირველი ტომი მოგვიყევით კონკრეტულად მოთავსდა. კიდევ ერთხელ